უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვასილი მალიუკთან, ვისგანაც ჩაიბარა უკრაინული სპეცოპერაციის ობობის ქსელის შესახებ ანგარიში, რომლის ფარგლებშიც უკრაინულმა დრონებმა შეუტია რუსულ სამხედრო აეროდრომებს. 1 წელი 6 თვე და 9 დღე დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ განხორციელებამდე ჩვენი ყველაზე შორი მოქმედების ოპერაცია. Ჩვენი ხალხი, რომლებიც ამზადებდნენ ამ ოპერაციას, დროულად გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან. მადლობა გადაუხადა გენერალ ვასილი მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის. Რა თქმა უნდა, ყველაფერს მოყოლა ახლა არ შეგვიძლია, მაგრამ უკრაინის ეს ქმედებები ნამდვილად მოხდება ისტორიის სახელმძღვანელოებში. უკრაინა თავს იცავს და სრულიად სამართლიანად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დამთავრების აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა დაასრულოს დიდება უკრაინას. დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში, როგორც Facebook-ზე, ასევე Telegram-ზე და პლატფორმა X-ზე. მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა თავის YouTube არხზე, სადაც რამდენიმე დეტალი დაამატა. ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა გამოიყენეს 117 დრონი, რომთაც განხორციელდა თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე და მისი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, შტაბი, სადაც მზადდებოდა ეს სპეცოპერაცია, მდებარეობდა რუსეთის ერთ-ერთ ტერიტორიაზე. ყველაზე საინტერესოა და ამაზე უკვე საჯაროდ შეიძლება საუბარი, ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ რუსული FSB-ს მახლობლად ერთ-ერთ ოლქში. აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ასევე Telegram არხზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელა ცნობა, რომელთა ცნობით აეროდრომებზე შეტევის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაპარკის მესამედზე მეტი და ზარალმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვკითხულობთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის Telegram არხზე. ასეთია საორიენტაციო ფასი მტრის სტრატეგიული ავიაციისა, რომელიც დაზიანდა სპეცოპერაციისას სახელად ობობას ქსელი. დაზიანდა ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მზიდავების 94% რუსეთის ფედერაციის ძირითად აეროდრომებზე. აღნიშნავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს ინფორმაციას თავდასხმის შესახებ. განხორციელდა დრონებით თავდასხმა რუსეთის 5 ოლქის მიმართულებით. მათ შორის თავდაცვის უწყების ჩამონათვალში არის ამურის ოლქი, ირკუტსკის, მურმანსკის, რიაზანისა და ივანოვის ოლქები. რაც შეეხება თავდასხმას, სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება რამდენიმე კადრი სწორედ ამ რუსული აეროდრომებიდან, სადაც ვხედავთ კიდევაც დრონებით თავდასხმას.